ზოგადად ის უნდა ვიცოდეთ, რომ არნე გამოდგა ძალიან კარგი ჭკვიანი და გამჭრიახი მწვრთნელი. ამაზე მაგალითად მოსალამაც ისაუბრა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ მას ძალიან მოეწონა არნეს მიდგომა იმ მხრივ, რომ როდესაც მაგალითად თუ ის ხედავს, რომ რაღაცა არ მუშაობს და თქვა რაღაც ტაქტიკაში გარღვევა არის და სადღაც ადაპტაცია საჭირო, ის ეგრევე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ სად რა შეცვალოს და არ არის რაღაცა ჩაბეტონებული აზროვნების, როგორც სხვა მწვრთნელები, რომლებიც ამბობენ, რომ არა, აი ჩვენ უნდა მივაწყვეთ ამას და ვთამაშობთ მხოლოდ ამ სტილს და მხოლოდ ამ ტაქტიკას. ესეთი ტიპი არნე არ არისო და ძალიან მომეწონა ეს მისი აზროვნების სტილიო, მოსაც ნათქვამი აქვს ეს და მისი აზროვნება, როდესაც მის პრესკონფერენციებს ან ინტერვიუს უყურებ, ის ყოველთვის განიხილავს ტაქტიკას და ერთი მომენტი იყო, როდესაც გარი ნევილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ის კი უთხრა, რომ რო გამოდიხარო და რო ჩამოარაკრაკებო მთელ ამ ტაქტიკასო, რომ როგორ მიუდექი იმ გუნდსო, რომ მოგეგო და როგორ დაალაგე შენი გუნდი რო არ წაგეგო და ემეებზე რო ლაპარაკობო, ეს მე სხვა მწვრთნელებმა რომ შენ წინააღმდეგ გამოიყენონო, რას ფიქრობო და ამაზე უპასუხა, რომ ვერ გამოიყენებენ, იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობთ ახალ რაღაცეებზეო და ამაზე როგორც უკვე ვისაუბრე, სხვა ფეხბურთელებსაც ნალაპარაკები აქვთ არნეს ამ სიკეთეებზე.